გურიაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია სრულდება, შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობის დიდ ნაწილს 3-დან 12 საათამდე გრაფიკის ნაცვლად 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ადგილზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახდენს. სამუშაოების საერთო ღირებულება კი 3 მილიონამდე ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში უკვე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უნდა გადაეცეს. პროექტის ფარგლებში უკვე შეიცვალა შიდა საქალაქო ქსელების ამორტიზირებული მილსადენები, ასევე მოხდა 2 სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი სტაბილური იქნება და წყლის მიწოდება კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული აღარ იქნება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ლანჩხუთში განახორციელა წყლის გაუმჯობესების პროექტი. პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით წელიწადნახევარია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობის უმრავლესობა ნაცვლად 3-დან 12 საათიანი გრაფიკისა წყლის მიწოდების ამ პროექტის განხორციელების შემდეგ წყალს 24 საათიანი რეჟიმით მიიღებს. ლანჩხუთში წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით დაიხარჯა 3,5 მილიონი ლარი. აქედან 3 მილიონი ლარის დაფინანსება მოხდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, რაც შეეხება 500,000 ლარს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საკუთარი სახსრებით მოხდა აღნიშნული პროექტის დაფინანსება, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიან წყალმომარაგებას.